ნიშოვის კლინიკა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ ბლოკში ანტიბიოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აი თქვენ ახლა ყველანი წვრილშვილი ოჯახის პატრონები ხართ. რამდენად ხშირად იყენებთ ანტიბიოტიკებს, აბა? ნუ მე წვრილშვილი არ მყავს სახლში ჯერჯერობით, მაგრამ ვიცი და მსმენია რომ არ არის, რა თქმა უნდა, ჭარბი რაოდენობით ანტიბიოტიკების მოხმარება სასურველი ჯანმრთელობისთვის. რა შემთხვევაში მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, როდესაც რაღაც მაღალი სიცხე ძალიან იშვიათად ბოლო 2 წლის განმავლობაში, 3 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკის გამოყენება. არ გამომიყენებია, როცა გამომიყენებია, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ისიც რაღაც სპეციალური გრაფიკით ვიცი ეს, რომ ჯერ რაღაც იწყებ, მერე ცოტა საკლებ. ნუ როგორც ნანიკო, თქვენ შემთხვევაში მე ვარ ძალიან ურჩი მშობელი და პაციენტი, ესე ვეტყოდი, ჩემს შვილს სულ ცოტა ხნის წინ დაისჭირდა ორჯერ, იმიტომ რომ მან ფაქტიურად 2 ოპერაცია გაიკეთა, დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და მე მას არ მივეცი ანტიბიოტიკი. ამის გარეშე ის ძალიან მარტივად გამოვიდა მდგომარეობა. რატომღაც არ ვიცი, მე არ მიყვარს ანტიბიოტიკი და არასოდეს. ან თქვენ ექიმის დანიშნულებას არ ასრულებთ. ექიმა დამინიშნა, გამომიწერა კიდევაც, მე აფთიაქამდეც არ მისულარ, რატომღაც ის თავნებობა ეს გადავაგდე. თუმცა არის რაღაც შემთხვევები, როცა მე მგონი არის აუცილებელი რომ ძალიან ჭკვიანი თანაწამყვანები მყავს ამ შემთხვევაში, ამიტომ ჩვენს ქვეყანაშიც არის ბუნებრივია პრობლემა, როგორც თელს სოფლიოში შეიძლება ითქვას ანტიბიოტიკების რაციონალურ, ანუ მიზანმიმართულ გამოყენებასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს შევეცადეთ, რომ ნავთელი მოვფინოთ ამ საკითხს, რა დროს უნდა გამოიყენოს პაციენტმა ანტიბიოტიკი, რა დროს უნდა დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს აი ამ თემაზე. ძალიან კარგი მოდი. მოვიწვიოთ მაშინ ხო სტუმრები. მაშინ ასე მინდა მოვიხმო პაატა იბნაძე მედიცინის დოქტორი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. გთხოვთ მობრძანდეთ. და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პედიატრი ბატონი ყარამან ფაღავა. გამარჯობა, მობრძანდით. მოგესალმებო. სამედიცინო უნივერსიტეტი. თავარი სიტყვა გამოვტოვე. აბა და თავარი აქეთ თუ იქით. იქით აბდულlah. პირველი კითხვა გვექნება თქვენთან, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და პატივისცემას გიდასტურებთ. რა არის მარტივად რო ახსნათ, რა არის ანტიბიოტიკი? რატო არსებობს ეს კლასი სამედიცინო მედიკამენტებს შორის? მარტივად რო ახსნათ, ეს არის რა დაისწორეს ძირითადი ალბათ არის მოსახლეობა მინდა იცოდეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი წამალი. ანუ წამალი არის, რომ ორგანიზმს რაღაცა ფუნქცია მიეხმაროს, რაღაცა წაეხმაროს. ანტიბიოტიკის დანიშნულება არის ერთი, ან უნდა მოკლას, ან უნდა შეაჩეროს ბაქტერიების და ხას უსვა ბაქტერიების და არა ვირუსების, იმიტომ ვირუსებზე არ მოქმედებს. ბაქტერიები არ უნდა მოკლას, ან უნდა მათი გამრავლება შეაჩეროს ორგანიზმში. ანუ ჩვენ ფაქტიურად იმ მომენტში, როცა ანტიბიოტიკს ვიღებთ, ვარ სინჯარა, რომელშიც არის ბაქტერია, ჩვენ ცუდის მეც არაფერს არ გვიკეთებს ანტიბიოტიკი. მაგრამ კარგს იმას აკეთებს, რომ ან მოკლავს, ან შეაჩერებს გამრავლებას ბაქტერიებს. ხო, არის ბაქტერია, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის ორგანიზმში. არა, ამაშია საქმე ესე. მისი დანიშნულება ანტიბიოტიკის არის, რომ მოკლას ან შეაჩეროს მისი გამრავლება. აი ეს არის ანტიბიოტიკის, ასე ვთქვათ, დანიშნულება, როგორც რატომაც არსებობს. რატომაც არსებობს ანტიბიოტიკი, ანუ თვითონ არ გადაადმინის ორგანიზმზე. ცუდის მეც არაფერს არ აკეთებს. ძალიან ბევრი დაავადებას თანს დევს ხოლმე ანტიბიოტიკის უხვად მიღებას, რომელსაც მე კიდე ცალკე მკურნალობა სჭირდება, მაგალითად დისბაქტერიოზი, რომელიც ყველა პაციენტს აქვს, ვინც მხოლოდ ანტიბიოტიკი მიიღო, ეს მართლა ესეა? სამწუხაროდ ეს ესეა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ორგანიზმში ძალიან ბევრი ბაქტერიები, რომლებიც ასე ვთქვათ, სასარგებლო ბაქტერიები არიან, საჭირო ბაქტერიებია და ჩვენი ნაწლავები მაგალითად სავსე ამ საჭირო ბაქტერიებით შემიძლია გითხრათ, რომ 1 გრამში არის 10 მე-12 ხარისხად ნაწლავები შიგთავში საჭირო ბაქტერიები. ეს ყველაფერი კვდება ანტიბიოტიკის მიღებას. როცა ანტიბიოტიკს მივიღებთ, რა თქმა უნდა, ეხლა ის ვერ არჩევს, კარგი რომელია და ცუდი რომელია, ხო, ის რაც ასე ვთქვათ, დისპექსში მოხდება, ყველას მოკლავს. მე როგორც მშობელი ვაძლევდი დავუშვათ ანტიბიოტიკს ჩემს შვილს, არასწორად ვიქცეოდი? არა, საკმაოდ. თუ კი დანიშნა ექიმი ამ შემთხვევაში. ამაზე ახლა კულუარებში საუბრობთ ამის თაობაზე. თქვენ ისე უნდა მოიქცეთ, როგორც ექიმი გეუბნებათ. დიახ. აი ექიმი რამდენად სწორად მოიქცა ეს არის. ეს სხვა თემა. ეს მე როგორ გავიგო მე? არა, თქვენ არა. ეს თქვენი პოზიცია არის. ბატონო ყარამა და აქვე მინდა რომ გკითხო. მინდა რომ განუმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. რა არის ის ნოზოლოგიური ფორმები, ანუ დაავადებები, რომლის დროსაც არის პირდაპირ ჩვენება ანტიბიოტიკის გამოყენების და რა დროს არის ზედმეტი მათი დანიშვნა? ეხლა მე ასე პასუხობ ხოლმე ასეთ შეკითხვებს, რომ თვითმკურნალობა იყო, არის და იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებას უთხრათ, როდის აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, რა წამლის გამოყენების უფლება აქვს დამოუკიდებლად და რა არა. ყველა მიცის, რომ ვირუსულ ინფექციას არ უნდა ანტიბიოტიკი, უნიშნავენ.
მე არის ზოგიერთი ბაქტერიული დაავადება, ცხადია, იქ უნდა მივცეთ, რომელიც ბაქტერიით არის გამოწვეული, მიკრობით არის გამოწვეული, რომელიც აგრეთვე როგორ არის self-limited, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ვერ თავდება, არ გინდა მკურნალობა თვით განკურნებადი დაავადებები. ეს კარგად აი კიდევ ჩამოგვითვალეთ დაავადებები რა დაავადებები აი თავიდან დავიწყოთ, აი ესა. ზედასასუნთქი გზებიდან დავიწყოთ. მენინგიტი აუცილებლად ხდება. ჩირქგროვები, აი ცხვირის დამატებრივი ანტიბიოტიკს არ გამოვიდა. ინფექციური მენინგიტია. მე გულისხმობ ჩირქოვან მენინგიტს. ცხვირის დამატებითი ღრუების ანთება. თუ ეხლა ოდნავ სუბუქი სინუსიტია, იმას არ უნდა და თუ მძიმე არის, მწვანე გამოდის, გამონადენი შეშუპებულია აუცილებლად უნდა. ყურის ანთება, სუბუქი ყურის ანთება ზოგჯერ შეიძლება დავაცადოთ, მაგრამ პატარა ბავშვებში აუცილებლად. ჩირქოვანი ანგინა აუცილებლად. რესპირაციული დაავადებები, სასუნთქის სისტემის დაავადებები, თუ ფილტვების ანთებაში არ გადავიდა, თუ სიცხე არ გაგრძელდა, თუ გაგრძელდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ბაქტერიული ზედდართვა ხდება, სუპერინფექცია. მე არცერთი მშობელია არ იცდის, ის მიდის და უმურჩილესად ხოს ექიმს, რომ ეს არის დამოკიდებული უკვე ექიმის ავტორიტეტზე. მე მაგალითად ჩემთან რომ მოდის ავადმყოფი ვეუბნები, განა მე არ ვიცი ანტიბიოტიკი. გასწავლე მეთქი, აი თუ სიცხე გაგრძელდება, მაშინ უნდა. გემორჩილებია? არა, დასაკუთრებით. ძალიან კარგი. დაიმძეც. არა, მაინც რასაც ლაპარაკობ, თავი დროზე ამის სტუდენტებს რო ესმინათ ხოლმე, ეხლა ხო აღარ დანიშნულესია. ფილტვების ანთება შირდება, პლევრით შირდება. კუჭნაწლავის დაავადებები, ჰელიკობაქტერ პილორი ინფექცია არის, აი კუჭის ფული გასკეთები, წინათ ეგონა ხოლმე ეხლა ბავშვებსაც აქვს. იმას აუცილებლად უნდა ანტიბიოტიკი. დიზენტერიაზე დავა არის, მაგრამ პრინციპში ინიშნება. საშარდეგზების ინფექცია აუცილებლად, სეფსისი აუცილებლად, ოსტეომიელიტი, ძვლების ჩირქოვანი დაავადება აუცილებლად და ზოგიერთი ინფექცია, მუცლის ტიფი, კუნთრუშა, შემდეგ ყივანახველა აი დაახლოებით ხომ ესე იგი დიდი ჩამონათვალი არ არის. არის დიდი ჩამონათვალი. თავარი პრობლემა ისეთ რაშია რომ თითეული არასწორად დანიშნული ანტიბიოტიკი, არასწორად მიღებული ანტიბიოტიკი ის მარტო იმ პაციენტის ბაქტერიებში კი არ გამოიწვევს, ასე ვთქვათ, იმას რომ ის გამძლე გახდება მის ორგანიზმში და მასალნებს. ის ბაქტერია მერე სხვასაც ავლნებს. აი ანუ ის ბაქტერია რომელიც გამოზრდის ექიმი არასწორად დანიშნული ანტიბიოტიკი ის ბაქტერია ორგანიზმში თუ არ მოხვდა ის მე ანუ ეს უკვე სოფლიო პრობლემა რატო გახდა იმ აი ეს არასწორად დანიშნული თითოეთის ანტიბიოტიკი მარტო იმ პაციენტს არ ავნებს ის ავნებს მთლიანად საზოგადოებას ჩემს შვილს ავნებს თქვენ შვილებს ავნებს რატო იმიტომ რომ მეორეჯერ რო შეხვდება ის ბაქტერია რომელიც ცირკულირებს უკვე გამძლე ანუ რეზისტენტულია აღარ იმოქმედებს ანტიბიოტიკები და ანტიბიოტიკი გამოილია ჩვენ დაუბრუნდებით მეორე მსოფლიო ომის წინანდელ პერიოდს როდესაც ანტიბიოტიკები არ იყო და ჩვეულებრივი რაღაც უბრალო ინფექციები ხალხს კლავდა ბატონო მე მაინტერესებს ახლა ერთი საკითხი ბატონმა ყარამანმა ჩვენ განგვიმარტა ყველა ის პათოლოგია რომლის დროსაც ანტიბიოტიკი გამოიყენება ანუ პირდაპირი ჩვენებაა აი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად შეცდომა შეიძლება გადაცდომა ზე ჭარბი გამოყენება ანტიბიოტიკის აი რომელი პათოლოგიის დროს ხდება ეს არის სასუნთქი გზები კუჭნაწლავის ტრაქტი აი ეს მაინტერესებს ანუ ყველაზე ტიპიური შეცდომები გეტყვით ახლა აი მაგალითად დაასახელა რომ ოპერაციის შემდეგ დაუნიშნეს ანტიბიოტიკი ჩვენ სოფლიოში არის პერიოპერაციული ანტიბიოტიკო პროფილაქტიკა ანუ ოპერაციის წინ 2 საათით ადრე უკეთებენ ერთ დოზა ანტიბიოტიკს, რომელიც ოპერაციის დროს, როცა გაიხსნა ჭრილობა, იქ თუ მოხდა რამე, ის რომ მაშინვე მოკლას. და არა რომ მორჩება ოპერაციას და მერე დაუნიშნოს ანტიბიოტიკი. აი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული თქვათ, რომელიც საქართველოში რამდენიც მე ვიცი დაახლოებით, 30%-ში თუ კეთდება პერიოპერაციული ანტიბიოტიკო პროფილაქტიკა. თითო ბაქტერია მრავლდება 20 წუთში ერთხელ 2 ცალი ხდება. ანუ შენ ოპერაცია მორჩი და იქ რომ მოხდა 1 ცალი, ან 2 ცალი, ან 3 ცალი და ცოტა ხანში უკვე ის გახდა 1000-ები. მერე ანტიბიოტიკის დანიშვნა შეიძლება არაფერი აღარ უხნას. ანტიბიოტიკის ოპერაციის წინ 2 საათით ადრე, იმიტომ უნიშნავენ, რომ ის კონცენტრაცია დახვდება იმ ანტიბიოტიკის ქსოვილებში, რომ 1 ცალიც რომ მოხდება, იქ რომ მოხდება. მოერევა იქ. და ამ შემთხვევაში ძალიან მაინტერესებს, როგორც ვთქვათ, ექიმს და პრაქტიკოს ექიმს. აი, რა ღონისძიებები შეიძლება გააკეთოს სახელმწიფო? მე ვფიქრობ, პირველი ეს იყო რეცეპტული სისტემის შემოტანა, რაც ძალიან სწორი იყო. აი ეს ღონისძიებები, რომლებიც დაიცავს მიუახლოვდით. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის?
მეორე, ნუ ეს არის რა თქმა უნდა ექიმების სამწუხაროდ ჩვენი ექიმების ასე ვთქვათ მუდმივი გადამზადება. აი ახლა სელფორდის გიგეთ ალბათ ყველაზე ცნობილი გაიდლაინია სოფლიოში ვთქვათ ანტიბიოტიკების მოხმარების ვიყიდეთ იმისი ასე ვთქვათ საავტორო უფლება ქართულად გადავთარგმნეთ და ახლა გამოუშვებ სულ მალე ამ ქართულად იქნება სელფორდი ხელმისაწვდომი ჩვენი ექიმებისათვის და ნუ კიდევ ერთხელ აი მუშაობა მუდმივი განათლება კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი კოლეგების რომ წყვილ უბრალოდ უდანიშნავენ ანტიბიოტიკებს. მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს დღეც მოვა ერთშვენივ დღეს, მაგრამ დღეს თქვენ არაერთხელ ახსენეთ ექიმები, რომლებიც არამიზნობრივად უნიშნავენ ანტიბიოტიკს. ასევე პაციენტები და მშობლები, რომლებიც არამიზნობრივად სვავენ და ასმევენ ბავშვებს, მაგრამ მე მგონი აქ კიდევ ერთი მესამე პრობლემაა. აპტიაქები, რომლებიც ყოველგვარი დანიშნულების და ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაცემენ წამლებს. ჩვენ პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ფარული კამერით გავედით ქალაქში და მოდი ვნახოთ რა დაგვხვდა იქ. ეს სექტამომეტრით. რეცეპტი რო არ მაქვს. ყველას რეცეპტი უნდა, რაც ჩამოთვალე ხაკიდან. როცეფინი მინდა თექტა. ანუ როცეფინის დასახელებაში არის თექტა? რეცეპტი არ მაქვს. სხვანაირად გამორიცხულია ვერ. და რა პროცედურა უნდა რომ დავაწერინო? ალო გამარჯობათ, რამე ეს ვიცით, თქვენთან ვიყავი მისული აპტიაქში. როცა ყიდვამინდოდა და თქვენთან გადმომამის ამართეს ექიმის გაისაუბრეთ და ის გამოგიწევთო ელექტრონული როცეფინი რა გაწუხებთ? ანუ ფილტრების ანთების საწყისი ეტაპი მაქვს რა როგორც ვინ გახსინჯათ და ვინ გიხართ? ჩემი არის ექიმი ან ყოფილი და იქიდან ვიცით ან აქამდეც ადრე მქონდა ეს პერიოდი გამოვიარე კოვიდ წლის წინ. ესე იგი როცეფინს იკეთებით ალერგიული არ ხართ? არა, ალერგიულია. როცეფინი ჩვენ გვაქვს, ესე იგი მე გამოგიწევთ თქვენ 10 ამპულას და თქვენ იყიდეთ შეძლების დაგვარად, ანუ და მოგცემთ 10 დღეს ვადას. ანუ უკვე ჩაოლბროთ მიოხოთ სახელი. სახელი და გვარი უნდა უთხრათ. და ჩაოლბროთ ვი. კი. როცეფინი გააქვს. რაღის? თექტა თუ რაღაც? რა დედა ჩემი არის სუდად. არა, რეცეპტი არა. ახსენლები რა ხდება? ერთი გახსნი, ეს აქვს და ეს ნოვოკატა. ეს. ბატონო პატა, მე მეკნება თქვენთან შეკითხვა. ამ შემთხვევაში ძალიან მაინტერესებს. აი ამ გასულ სიუჟეტზე. აი თქვენ რა კომენტარი, რა ვნახეთ ჩვენ? მინდა რომ ვიცოდეთ. ექიმა დანიშნა. სატელეფონო საუბრის შედეგად. ნუ ახლა ბევრ ქვეყანაში არის ხოლმე როცა გადატვირთული ექიმი სატელეფონო რეკომენდაცია შეიძლება გასცეს. ეგზე მე ვატყუებ. თუმცა ბევრ ქვეყანაში არის ელექტრონული რეცეპტის ფორმა, როდესაც გამოწერილი რეცეპტი აისახება აპტიაქის ვთქვათ საინფორმაციო ბაზაში. ასე რომ ხო ამ შემთხვევაში მე დავინახე რომ არც ერთმა არ მისცა ექიმის ასე ვთქვათ გარეშე. აი ამაშია საქმე ექიმები, აი რატომ თავიდანვე დავიწყოთ რა ჩვენმა ექიმებმა რამენერად უნდა ასე ვთქვათ გაითავისონ რომ ეს ანტიბიოტიკი არის ის რაც ჩვენ დაგვჭა ბოლო იარაღი. ის აღარ გვექნება. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ძალიან ხშირად პედიატრები, ექიმები ხშირად თვითნებურად საინექციო ფორმას აკეთებენ ხოლმე სახლის პირობებში. რამდენად სწორია? არავითარ შემთხვევაში. არც ერთ სახლის პირობებში. სახიფათოა შესაძლებელია ისეთი ანაფილაქსია გამოიწვიოს, ისეთი ალერგია, რა ძალა გადგიათ ჩემ სტუდენტებს, კოლეგებს, ექიმებს ვეუბნებთ, რა ძალა გადგიათ. ეს არის ისეთი შეიძლება 1000 გამოწერო არაფერი და 1000 მერტეზე დაგეყო.
მინდა ვისადგებო ბოლო წუთები და ვთქვა ანტიბიოტიკი ძალიან კარგია, როცა საჭიროა ყველაფერი, მაგრამ იმისათვის რომ ჯანმრთელები ვიყოთ, გინდა ასაკში, გინდა ახალგაზრდებში, ბავშვებში, გაკაშება. ცხოვრების ჯანმრთელი რომ არ მივიდეთ აი ეს პოზიტიურ ნოზე დაგემშვიდობებით. აბა რა, ცოტა სტავეტიფა ჩემკიდევაც ალფის კაცი ვარ, დილაობით ცივი შხაპი. მიბაძე ავდეკი აუზი ყველა აუზის მაფია ჩვენც ასე ვართ ძალიან დიდი ხვალამდე გემშვიდობებით. მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.